მოგესალმებით, მედია კავშირი ობიექტივი, ღამის სტუდია ბრუნდება, თქვენთან ერთად კიდევ 1 საათის განმავლობაში ვიქნები მე, ჟურნალისტი მაკა რაზმაძე. რადიო ტალღა 105.2, ინტერნეტ ტელევიზია ობიექტივი წერტილი.net, სხვადასხვა საკაბელო ტელე არხები, მათ შორის 54 არხი, ვისაც გსურთ ტელეეთერით გვადევნოთ თვალი და რასაკვირველია, შეგიძლიათ მონაწილეობა მიიღოთ როგორც ყოველთვის ჩვენს გადაცემაში 2388 არის ჩვენი ტელეფონის ნომერი, ხოლო Skype-ის მისამართი ლათინური ასოებით ობიექტივი 2. და მე დაგიანონსეთ უკვე რა თემაც გვექნება. ეხლა ძალიან საინტერესო სტუმარი არის ჩვენთან ერთად, ახალგაზრდა ადვოკატი, ასე ქვია მათ ორგანიზაციას, ბატონი არჩილ კაიკაციშვილი, თავმჯდომარე არის ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელი, არის ჩვენი სტუმარი და რა ვიცი, ჩვენ მომზადებული გვაქვს ძალიან საინტერესო თემები თქვენთვის, რომელიც ძირითადად მართლმსაჯულებას ეხება, რასაკვირველია, რადგან ადვოკატებთან გვაქვს საქმე, თუნდაც ახალგაზრდებთან, მაგრამ მაინც ადვოკატებთან და იურისტებთან. ბატონო არჩილ, დიდი მადლობა რომ ბრძანდებით ჩვენი სტუმარი და რა ვიცი, მე რამდენადაც ვიცი, თქვენი ინიციატივა იყო, ერთ-ერთი ინიციატორი თქვენ ბრძანდებოდით, ესეთი საინტერესო მოვლენის, ქალბატონი ნინო გვენეტაძის წარდგენის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე. თქვენ თუ არ ვცდები პრეზიდენტს წარუდგინეთ ჯერ და შემდეგ უკვე მან ხმამაღლა გააკეთა ეს განცხადება და წარადგინა ქალბატონი ნინო გვენეტაძე. რა ვიცი, ჩემი აზრით მოდით სუბიექტორი ვიქნები, ძალიან კარგი კანდიდატურა აი ამ პოსტზე. მოდით ჯერ ამით დავიწყოთ, მოუყევით ეს როგორი იყო და შემდეგ უკვე რასაკვირველია გადავიდეთ სხვადასხვა თემებზე, იმიტომ რომ მე მგონი ბევრ საინტერესო თემაზე შეგვიძლია ჩვენ ვისაუბროთ დღეს. კი ბატონო, მოგესალმებით უწინარეს ყოვლისა. ძალიან საინტერესოა თქვენს გადაცემაში მსჯელობა მართლმსაჯულების ხარვეზებზე და იმ რეფორმაზე, რომელიც დღეს მიმდინარეობს ამ სფეროში და ამ პროცესის გაგრძელება და ამ პროცესის ბუნებრივი შედეგი ერთ-ერთი ეტაპია, როდესაც ჩვენ უნდა ავირჩიოთ საქართველოს უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარე. ამ პროცესში აქტიურად აღმოჩნდა ჩართული არასამთავრობო ორგანიზაცია, მათ შორის ახალგაზრდა ადვოკატები, რომელიც 2012 წლის ივლისიდან აქტიურ უფლებადაცვით საქმიანობას ანხორციელებს და მინდა გითხრათ, რომ ჩვენი ორგანიზაციის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულება მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის საკითხებზე კვლევისა და ანალიზის წარმოქმნა. ამ მიმართულებით ჩვენ გვაქვს უამრავი რეკომენდაცია აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების მიმართ. მე მათ შესახებ მოგვიანებით მოგახსენებ, თუ რას ვხედავთ მართლმსაჯულების რეფორმაში ყველაზე პრიორიტეტულ საკითხებად, თუმცა დაუბრუნდეთ იმ პროცესს, იმ ეტაპს, როდესაც ჩვენ ვართ ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპის და მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე, როდესაც პოლიტიკური სასამართლო, სამართლიანი სასამართლოს რელსებზე უნდა გადავიდეს. ბუნებრივია, ამ პროცესს სჭირდება ადამიანები და პოლიტიკური ნება, ხელისუფლება, მოდი ვთქვათ, ვიყოთ ობიექტურები, ამ მიმართულებით პოლიტიკური ნება უკვე გამოხატა და დღეს სასამართლოს შედარებით თავისუფალი გარემო ნიშნავს იმას, რომ სასამართლოს მიმართ პოლიტიკური ზეწოლა არ მიმდინარეობს. მე ვარ პრაქტიკოსი ადვოკატი და თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ეს ნამდვილად ასია ცალკეული მნიშვნელოვანი საქმეებთან დაკავშირებით. ბუნებრივია ცალკეული გადაწყვეტილებები, რომელიც თქვათ გამოდის, არის დასაბუთების მაღალი ხარისხით. მე მინდა უბრალოდ პრაქტიკული მაგალითით გითხრათ, ახალგაზრდა ადვოკატებმა საქართველოს ვიცე-სპიკერის ბატონი მურმან დუმბაძის მიმართ ცილისწამების მუხლით თბილისის საქალაქო ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში მოიგო მნიშვნელოვანი საქმე და ახლა არის ეტაპი, როდესაც ბატონმა მურმანმა ორგანიზაციის მიმართ გამოთქმული ცალკეული შეხედულებები საჯაროდ ადგილობრივი მედიის და ტელევიზიის მეშვეობით უნდა უარყოს. ეს არის ის კლასიკური შემთხვევა ადვოკატისთვის, უფლებადამცველისთვის და არასამთავრობო ორგანიზაციისთვის, როდესაც მსგავსი ტიპის საქმეებზე მაღალი ხარისხის დასაბუთებები წინა შემთხვევების დროს ვერ და არ შეიძლება გამოტანილიყო. ანუ მე ვსაუბრობ იმ თვისებაზე და იმ ნიშანზე, როდესაც სასამართლო თამამია გადაწყვეტილებებში მნიშვნელობა არ აქვს. ანუ ხელისუფლების წარმომადგენელს მოუგეთ პროცესი, ხო? ვიცე-სპიკერი
მღერია ბატონი მურმან გუმბაძე და ეს არის ძალიან მაღალი პოლიტიკური თანამდებობა და შესაბამისად სასამართლოსთვის არ აქვს მოცემულ ეტაპზე მნიშვნელობა ვინ არის მხარეები, მთავარია შეჯიბრითობის მნიშვნელოვანი პრინციპი იყოს დაცული და კანონის უზენაესობა, კანონიერი გადაწყვეტილებები იქნას მიღებული. ძალიან იმედის მომცემად ეს ყველაფერი. არა, მე გეუბნებით ეს არის პრაქტიკული შემთხვევები და მნიშვნელოვანია რომ მოსამართლეები თავად თავისუფლები არიან ამ გადაწყვეტილებებში, მაგრამ როცა ვამბობთ და მითითება გვაქვს გარემოს მიმართ, სასამართლოში არსებული გარემოს მიმართ, აქ ბუნებრივია უნდა ითქვას თამამადაც რომ სასამართლო არ არის სრულფასოვნად თავისუფალი იმისთვის რომ ჩვენ საზოგადოებას შევთანხმდეთ სასამართლოს მაღალ მართლმსაჯულების მაღალ დამოუკიდებლობის ხარისხზე, იმიტომ რომ თქვენ იცით რომ ის მოსამართლეები რომლებიც ვთქვათ დღესაც საქმიანობენ საერთო სასამართლოების სისტემაში მოსამართლეები დანიშნული იყვნენ კოტე კუბლაშვილის ხელმოწერით და მმართველობის დროს და ისინი პირდაპირ ასრულებდნენ იმ პოლიტიკურ ვთქვათ დავალებებს რომელი განჩინებებიც უნდა გამოდიოდოს უნდა მიეღოს სასამართლოს და მაგ პერიოდშიც მუშაობდით მე 2011 წლიდან მუშაობ როგორც ადვოკატი როგორი გრძნობოდა ეს ზეწოლა აბსოლუტურად აი გადაწყვეტილებებში მხარემ ადვოკატმა სასამართლოს დამოუკიდებლობა უნდა შეაფასოს მხარეთა თანასწორუფლებიანობის და გადაწყვეტილების საფუძველზე. თანასწორუფლებიანობა ნიშნავს იმას, რომ მე როდესაც დავის საგანთან დაკავშირებით მაქვს უტყუარი მტკიცებულებები და ჩემი ვთქვათ პოზიცია და სიმართლე არის ის პრიორიტეტი, როცა უნდა სასამართლომ გაიზიაროს, სასამართლოს მიღებული გადაწყვეტილება ამ საქმეზე არის აბსოლუტურად განსხვავებული. ანუ შესაბამისად გადაწყვეტილება მიღებულია საწინააღმდეგოდ, დასაბუთება არის აბსოლუტურად არაადეკვატური. მოდი ეს ტერმინიც გამოვიყენოთ. სასამართლოსთვის მნიშვნელობა არ ქონდა მაშინ, რა შინაარსის დავა უნდა ყოფილიყო, რა შინაარსის დავა იქნებოდა, მთავარი იყო ეს ყველაფერი იყო ფორმალობა, მხარეთა შეჯიბრითობა იყო. მოსამართლეს წინასწარ ქონდა ჩამოყალიბებული შინაგანი რწმენა, მაგრამ ეს არ იყო რეალური შინაგანი რწმენა, თუ რა შედეგით უნდა დასრულებულიყო კონკრეტული დავა და დაუბრუნდეთ იმ ეტაპს, როდესაც ჩვენ ახლა თავისუფლდებით და გვინდა რომ გავთავისუფლდეს აი ამ ვითარებიდან, როდესაც ჩვენ სასამართლო სრულად უნდა მივიღოთ დამოუკიდებელი და შეგახსენებთ თქვენ ბრძანებდით ნინო გვენეტაძის თაობაზე, ის იყო პირველი მოსამართლე საქართველოს უზენაეს სასამართლოს მოსამართლე, რომელმაც 2005 წელს ღიად გამოვიდა სისტემაში, როგორც ასე ვთქვათ, სამზარეულოში. ეს ეგრეთ წოდებული დაჟილი მოსამართლეები, როცა სამი ადამიანები საქმე, რომელიც პირველი იყო, რომელმაც განაცხადა, რომ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით კონსტანტინე კუბლაშვილი იძლეოდა მითითებებს, თუ რა შედეგით უნდა დასრულებულიყო ესა თუ ის საქმე და ქალბატონ ნინოსთან ერთად კიდევ სხვა 5 მოსამართლე აღმოჩნდა ის ღირსეული პლიადა იმ წლებში იმ სასამართლო სისტემიდან, რომლებმაც უარი თქვეს აი ამ პოლიტიკური დაკვეთის შესრულებაზე და 3 მოსამართლე, მათ შორის ბატონი მერაბ ტურავა და დამოუწყდა მესამეს გვარი, მაპატიებს ალბათ ეს პიროვნება დისციპლინარული წესით ფაქტობრივად გააგდეს სასამართლო სისტემიდან. და ქალბატონი ნინო არის მაგალითი იმ შეუპოვრობის და თავდადებულობის პროფესიული ერთგულების, როდესაც ის დღემდე აგრძელებს, მათ შორის სტრასბურგში არის გასაჩივრებული საქმე, ხოლო პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა ცალსახად მიიღო დასკვნა იმ უკანონო გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, რომელიც ამ მეამბოხე მოსამართლეების საქმეზე არსებობდა მაშინ და ამ 3 მოსამართლის დისციპლინარული სახდელის დაკისრების დროს მოხდა. შესაბამისად, ჩვენ როდესაც საზოგადოებრივ პრეზიდენტმა როდესაც შემოგთავაზა, რომ საქართველოს უზენაეს სასამართლოს ახალი თავმჯდომარის თანამდებობაზე სამოქალაქო სექტორს განეხორციელებინა, თქვათ, თავისი
როლის დემონსტრირება, როგორც ასე ვთქვათ, სამოქალაქო პასუხისმგებლობა თვითშეგნების ამაღლების მიმართულებით, რომ ჩვენ თავად წარგვედგინა სხვადასხვა კანდიდატურა, თუ არ ვცდებით 28 კანდიდატი იქნა პრეზიდენტისთვის შეთავაზებული უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარის ვაკანტურ თანამდებობაზე, ყველა 28 ადამიანივე იყო ძალიან ღირსეული და ეს იყო ქართული იურიდიული სკოლის ნამდვილი წარმატება. უნებრივია, მაგრამ ცალკეულ შემთხვევებში მე მაგალითად საჯაროდ გამოვთქვით პოზიცია, რომ ჩემთვის მიუღებელი იყო ამ კანდიდატთა შორის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის ლევან მურუსიძის წარდგენა, რომელიც ჩემში გარკვეულება გამოიწვია, იმიტომ რომ ამ ადამიანის პროფესიული ბიოგრაფია შეუსაბამოა ჩემი აზრით, ჩემი მოსაზრებით უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე, იმიტომ რომ მისი სახელი როგორც მოსამართლისა ფიგურირებს ძალიან ცნობილ გახმაურებულ საქმეებში, იმ საქმეებში, რომელიც მაგალითად სულხან მორაშვილის საქმე, რომლის მიმართაც სტრასბურგმა ცალსახად მიუთითა, რომ ეს იყო არაადამიანური და წამების მომპყრობის მსხვერპლი ბატონი სულხან მორაშვილი. შესაბამისად, სხვათა შორის მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ბატონი ლევანის კანდიდატურა არ წარუდგენია არც ერთ არასამთავრობო ორგანიზაციას, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, ის წარადგინა თავად სასამართლოს, ის წარდგენილი იქნა თავად მოსამართლეების მხრიდან, ბუნებრივია ეს პროფესიული სოლიდარობა, ვთქვათ, ამ შემთხვევაში იმუშავა, მაგრამ პრეზიდენტმა მიიღო ძალიან ობიექტური გადაწყვეტილება. მე მინდა ვთქვა, რომ ქალბატონი ნინოს წარდგენა პრეზიდენტის მიმართ, რომ ის ნამდვილად შეესაბამება და აკმაყოფილებს იმ 4 ძირითად პრინციპს, რომელიც ჩვენ პრეზიდენტის მხრიდან ამ თანამდებობისთვის შესარჩევი კანდიდატის მიმართ მოგვეცა, ის ქალბატონი ნინო ნამდვილად აკმაყოფილებს და მასთან ჩვენთან ერთად წარმომადგენელთა სიაში იყო ძალიან ავტორიტეტული საინტერესო არასამთავრობო ორგანიზაციები, სულ 9 ორგანიზაცია და ვფიქრობ, რომ ის პროცესი, რომელიც ახლა მიმდინარეობს, ძალიან მნიშვნელოვანია. ეს იყო ნამდვილად დემოკრატიული პროცესი, როდესაც სამოქალაქო საზოგადოების ასეთი აქტიური მონაწილეობით შეირჩა მომავალი უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარე. მომავალი ვამბობ, იმიტომ რომ მე მჯერა, რომ უკვე ბოლო ვთქვათ განხილვების და საპარლამენტო კომიტეტებში არსებული ვითარებით, სხვათა შორის განწყობა არის იმგვარი, რომ ქალბატონ ნინოს ალტერნატივა მოცემულ ეტაპზე არ გააჩნია, ის პიროვნული და პროფესიული თვისებებით იმსახურებს ამ თანამდებობას, ის არის შეუვალი, პრინციპული და მე მინდა გითხრათ ქალბატონმა მაკარომ, სწორედ აი ასეთი ადამიანი სჭირდება, რეფორმატორი, ლიდერი დღეს ქართულ მართლმსაჯულების სისტემას და რატომ? შეიძლება ხელისუფლების რომელიმე შტო და სულ 3 შტო აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო, რომელიმე ჩვენ არ ვთვლით არაფრად კონსტიტუციურად, თორემ მედია არის მეოთხე ხელისუფლება, რომელსაც აკისრია ძალიან დიდი როლი იმისთვის, რომ ყველა დასახელებული 3 ხელისუფლების კონტროლი უზრუნველყოს, მაგრამ კონსტიტუციურად თუ რომელიმე შტოს მიერ მიღებული რომელიმე გადაწყვეტილება არის კანონთან შეუსაბამო, სწორედ სასამართლოა ის არბიტრი, რომელმაც პოლიტიკური ნების საწინააღმდეგო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. ამას მთელი 9 წლიანი მმართველობის დროს კონსტანტინე კუბლაშვილის მართლმსაჯულება ვერ უზრუნველყოფდა სამწუხაროდ პოლიტიკური სასამართლოს ტერმინი არ არის ჩვენთვის უცხო და ახლა არის ის პერიოდი, როდესაც ჩვენ პოლიტიკური სასამართლოდან სამართლიანი სასამართლოს უფლებისკენ უნდა წავიდეთ. ეს უფლება და ეს ნება წარმოუდგენელია მართლმსაჯულების ფაქტობრივად პირველი მოსამართლის ამპლუაში მყოფი ისეთი ადამიანის პირობებში, რომელსაც პროფესიული ნდობა არ გააჩნია, საზოგადოება არ ენდობა და შესაბამისად გვაქვს მოლოდინი, რომ ეს ადამიანი შეიძლება იქცეს ისეთივე ფიგურად, როგორც იყო მისი წინამორბედი. და როდესაც ქალბატონი ნინო გვენეტაძის სახელი გვესმის, მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენ გვექნება ხარისხობრივად სულ სხვა მართლმსაჯულების სისტემა და დაახლოებით თუ საითკენ მიდის ქართული სასამართლო სისტემა,
ჩვენ 6-1 წელიწადში უკვე გვეცოდინება. აბსოლუტურად გეთანხმებით და მე მგონი ნაციონალური მოძრაობის და მისი მომხრეების გარდა მოწინააღმდეგე პრაქტიკულად არ ყოლია ამ კანდიდატურას. ესეც ბუნებრივი პროცესია, იმიტომ რომ როდესაც თავისუფალი იქნება სასამართლო და როდესაც მოსამართლე ყოველგვარი ზეწოლისგან იქნება თავისუფალი, ის მიიღებს თავისუფალ გადაწყვეტილებებს და ამ ქვეყანაში იყოს სისტემური დანაშაულებები. ეს არ არის ჩემი როგორც ერთი უფლება დამცველის, ადვოკატის ან არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელის განცხადება. ჩემი ყველა განცხადება დოკუმენტურად არის დასაბუთებული და ამ განცხადების საპირწონედ მინდა შემოგთავაზოთ გაეროს რეკომენდაცია საქართველოს მთავრობის მიმართ, რომელიც 2014 წელს იქნა მიღებული, სადაც პირდაპირ წერია, რომ ქვეყანაში არსებობდა სისტემური დანაშაულებები და ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს დამოუკიდებელი მართლმსაჯულება, რომელიც უზრუნველყოფს ამ დანაშაულებების გამოძიებას და დადასტურდა და სამწუხაროდ ჩვენ და სამწუხაროდ დადასტურდა და ფაქტიც არის. მოდი ძარი მივიღოთ და შემდეგ განვაგრძოთ საუბარი. მოგესალმებით, ეთერში ბრძანდებით, გამარჯობა. ქალბატონო, მაგრამ ჩემი მდგომარეობა ეხლა მე როგორც ცოტა გვიანჩავთე, მაგრამ როგორც ერთი მოქალაქე, ქვეყნის ერთ-ერთი მოქალაქე. დადას ვერ გამოუცხადებ ქალბატონ მინუს და რატომ ამასაც ვიტყვი. ზუსტად იმიტომ, რომ 97 წელს მომიკლეს 20 წლის ბიჭი. 97 წლიდან 2000 წლამდე 3-4 სასამართლო ჩატარდა უბენაეში. რა ქვია, რაიონში და გაუშვეს მკვლელი და საბოლოოდ გაათავისუფლეს მკვლელი. ყველა მოსამართლე იყო მაშინ, მე ახლა შეურაცხყოფას ავაყენებ ქალბატონ მინუს და ვერ ვიტყვი, რომ პირადად ეგ მაგალითად მონაწილეობდა ამ საქმეში, მაგრამ აი ერთ პატარა მაგალითს გეტყვით, თიანეთ მოსამართლე, როცა ჩაეტარებინა სასამართლო. მეორე დღეს ვავედით სასამართლოში თიანეთ მოსამართლე ვინმე ლეილა გილაშვილმა გილაძე ბატონი აღარ დაგვახვდა რა მოხდა მეთქი და რა მოხდაოდა ის გალდატანების გამო რა ქვია ადვოკატმა ძალადამატანა ზეწოლა განახორციელა ჩემზე და გამათავისუფლეს სხვა არ მქონდაო და როგორ განათავისუფლეს როგორ და კარგიცნება გავეჩიო და პოლიციამ ამის საფუძველზე განათავისუფლო ეს საბუთები მე მაქვს ხელზე იმის ხელმწერები რა ქვია იმ მოსამართლის რომ ნამდვილად კარგიცნება გასცა და ამის საფუძველზე განათავისუფლეს ის და ეხლა ჩემში როგორ უნდა დაიმსახურებ მე კიდევ იმას ვინახე ზუსტად ჩემი მდგომარეობიდან გამოვდივარ და პლუს ამას მე ბოდიში რომ ჩემ ტკივილს გახვეთ კიდე თავზე თქვენ ჩემი მდგომარეობა რამდენჯერმე მოგახსენეთ ურეშვილი მყავს დაგარგული თბილისში 2009-ში დაგარგული დღემდე ძიებაშია ვითომ მაგრამ აღარ ვიცი ძიებაშია თუ არა არაფერი პასუხი იქნება რომ თქვენ მიაწვიოთ ხმა ნაზარადევის პოლიციის განყოფილებას და ზურაბი ბიჩინაშვილი დაკარგული ზურაბი ბიჩინაშვილი რაიმე ან ერთ წერილი მე არ შემიძლია ფინანსურად არ შემიძლია აქციანებიდან მიარო ყოველ მეორე დღეს იქდა ჩემი რამდენჯერაც მივიდა პოლიციაში მიდიოდა ხანაგები არ იყო ის ვიღაცა ვისაც სახბეკო და ხან კიდევ ჩვენ არ ვიცით იმან არ იცით და ესეთი ბაში ისუნდება ერთი წუთი მე ძალიან წუხვარ მე მესმის თქვენი ტრაგედია და აი ამიტომ მოდიში დავასრულებ რა უბრალოდ თქვენ კონკრეტულ თემაზე დარეკეთ ეხლა და მე ცოტა შეიძლება ვერ გავიგონე ქალბატონ ნინოს აი უარყოფით აი ქალბატონ ნინოზე მე კიდე მოდიში ვხდი ქალბატონს იმიტომ რომ მე პირადად მისკენ არ მაგრამ მე უბრალოდ გამომდინარე იქიდან რომ რას გავიარე მე იმ წლებში 97-დან 2000 წლამდე როცა ეს ყველი გაათავისუფლეს ბოლომდე ამ 3-4 წლის განმავლობაში უელეს სასამართლოდან დაწყებული სხვა სასამართლოდან დამთავრებული პროკურორი იმას რა ქვია სულ პრეზიდენტად კიდე მიწერეთ და ქვეყანაში ვარი მაგრამ ვერაფერი ვერ გავაწყებ ფულის გამო იმიტომ რომ იმას ფული ჰქონდა და მე არ ამქონდა და ნინო გვენეტაძე რა შუაში იყო აი ამ ცხრათელში დავკარგე 30 წლის ბიჭი თბილისში 12 წელი დარჩა იმ დაკარგულ ბიჭს
იმ ბავშვმა ეხლა თვითონ რომ მამამისი სადღაც არის სასწავლი სამუშაო და მიატოვა და რო შემეკითხოს უკვე 12 წლის პატარა ბავშვი აღარ არის რო შემეკითხოს რა პასუხი გასცემენ წარმოდგენა არ აქვს და თქვენ ამაში დამნაშავეს დაუშვათ ერთ-ერთ დამნაშავეთ ქალბატონ ნინოს მოიაზრებთ? არა აი რა ვერ მივხვდი იცით რას მეუბნებით ამით იმ პერიოდში მომუშავე მოსამართლეს მე დონეში გამყავს ჩემ გაგებაში ანუ ერთ უბრალოდ რადგან ისიც მუშაობდა ამ სისტემაში ამას გულისხმობთ იმიტომ რომ ამით და არ ეკითხა მაშინ მე რაც ნახე სასამართლოში უბრალოდ შეხება მან ქალბატონთან არ ამხოდა ქვეყნის მოსამართლეები პირველი საჯარო მის გამოიტანა საზაგლიშვილი მან 14 წელი მიუსაჯა და მე განჩინებით ისაც წესების დაღვევით რა დანაშაულისთვის მიუსაჯეს უკაცრავად 14 წელი მიუსაჯა საზაგლიშვილმა პირველ ინკულერს პირველ სასამართლოში უმეტეს შემდეგ გააკეთება იმათ ადვოკატმა ქუინა ქუთიშვილი და ჩამოაკლეს ხო და გაუქმეს განაჩენი და ამ ქუთიშვილს ისაც ოდერი ხარბი ქონდა ჟურნალისტთა ასოციაციისა და იმის მხრიდან მიტანილი. იცით რა მინდა გკითხოთ მე მაპატიეთ მესმის რომ ძალიან მძიმეა თქვენთვის ამაზე ლაპარაკი მაგრამ რადგან თქვენ თავად შემოგთავაზეთ ეს თემა ამიტომ მინდა რომ კითხვებიც ლაგისვათ ბოდიშს ვხვდი ბატონ არჩილს მაგრამ ძალიან მძიმე თემაა და მინდა რომ ბატონმა ამ გამოთქვას ბოლომდე იცით რა მაინტერესებს რა ანუ რატომ მოუხსნეს ეს мотивация რა იყო мотивация იმაში ჩაწერეს რომ უფლება ჰქონდა რა ქვია თურმე ქუთიშვილს ოდენი დაადგინა არის დაცული პატიმრის უფლებები და საჯერო იყო იმას მაშინ გაჩნდეს ინდივიდუალს ქონდა რა ქვია აპელაციის უფლება ადვოკატს მაგრამ აი გააკეთა მოსამართლეებმა გაათავისუფლეს ძალიან დიდი მადლობა. თუ რამე გნებავთ კიდე რომ ბრძანოთ, რა ვიცი, გისმენთ, თუ არა დაგემშვიდობ. კიდევ ხრი ისეთ კრიტერიუმის საშუალებით იქნება მიაწვიოთ თქვა ნაზალაძის პოლიციას და ის დაგარმული შვილი ეს ვიცი რომ დამახურია და ჩემი ხელი დავმახე თავდამიტაში და სახელი და გვარი იქნებ თქვა კიდევ ერთხელ რომ გაიმეოროთ სახელი და გვარი. ზურაბი ბიჩინაშვილი. დიახ, აი ბატონი არჩილი ინიშნავს და იქნებ რამეში დაგეხმაროთ ბატონი არჩილი და მისი ორგანიზაცია. ძალიან დიდი მადლობა და რა ვიცი, უკაცრავად ძალიან მძიმეა ნამდვილად ეს თემა. მოდით Skype-ითაც მივიღოთ ჩართვა და შემდეგ გავაგრძელოთ. მოგესალმებით ეთერში ბრძანდებით, გამარჯობა. მოგესალმებით მაკა საყვარელო ციცინო ვარ მივესალმებით თქვენ სტუმარს. გამარჯობა. აი რაღაც კითხვები მაქვს, არანაირად არა ვარ ქალბატონ ნინოს წინააღმდეგ, პირიქით ერთი სული მაქვს, როდის დაინიშნება, მაგრამ მე კითხვა მაქვს ბატონ არჩილთან ასე. დიახ, სიამოვნებაა. დიახ. ეხლა ბატონო არჩილი, ეს მაინტერესებს რომ მე უკვე ორი შემთხვევა მქონდა სასამართლოში. მე რისი თქმა მინდა იცი? უბრალოდ მე ვერ ხვდები ადამიანი, რომელიც დაძარალებული ვარ, ამდენი ფაქტები მაქვს, მიმდინარეობს გამოძიება, ყველაფერი და ფაქტიურად მე ჩემ თვალწინ ვხედავ როგორ მოსამართლებს იცი ანუ მე დაძარალებულს მეკცევიან როგორც არ ვიცი თაღლითი ყაჩაღი რა ვიცი კაცის უყურებს ისე როგორც აი ჯალათის ფორმაში გამოწყობილი მოსამართლეები მაგალითად მიშხანჟურლიანი და ის სავალია პელაციო სასამართლოში მე მიკვირს ასეთი ხალხი კიდევ დარჩებიან მაინტერესებს ასეთი მოსამართლეები იქნებიან ამნაირი მოსამართლეების ხელში დარჩებით ჩვენ ქალბატონ ნინოს მერე მე მინდა უბრალოდ სამართლიანი სასამართლო მე ჩემს სამართალს ვეძებ და დღემდე ვერ მიპოვია და დღემდე ზეწოლა დიახ მე იმ კაცს იმაში ერთ რამეში დავეთანხმები ფულიანია ბატონო ის კაცი არა არის ჯგუფი ზონდელ ბრიგადის ჯგუფი რომელმაც დამაზარალეს ფაქტიურად დამაშანტაჟეს ყველაფერი გამიკეთეს აბსოლუტურად ნოლზე დამწვეს და რატომღაც სახელმწიფოს მხრიდან არა ვარ როგორც დაზარალებული აქტული სასამართლოდანაც თითქოს განდევნილივით ვარ
უბრალოდ არ ვიცი რა უნდა გავაკეთო, რა გზას უნდა დავადგე და მე მინდა რომ ერთი სული მაქვს ალბათო მინდო დაინიშნოს, მაგრამ ჩაიხსნება თუ არა ის რგოლი, რომელიც მთელი 9 წლის მანძილზე ამდენ სიბინძურეს ატარდა ხელსა და დღესაც გონივრულია შვილს რომ მიკერძოებულები არიან და იგივე საქმეს აკეთებენ, ეს ხალხი როგორ შეიცვლებიან? არ ამგონია რომ შეიცვალონ და რამე სიკეთე მოუტანონ. უკაცრავად თქვენ ციცინო ხარაბაძე ხართ მე როგორც კი, მაკუ, კი, მაკუ. ციცინო ხარაბაძე ბატონო არჩევ თქვენთვის თუ არის ცნობილი ეს ადამიანი ეს ძალიან ტრაგიკული შემთხვევაა და თქვენი ორგანიზაცია თუ კურირებს ხოლმე აი მსგავს საქმეებს დაუშვათ რომ დაგიკონტაქტოთ ქალბატონი ციცინო თუ შეძლებთ რომ დაიხმაროთ დიახ დიდი მადლობა ქალბატონი ციცინო აი ბატონი არჩელი გიპასუხებთ ახლა და თუ იქნება შესაძლებელი რა ვიცი იქნება კონსულტაციის მიზნით მაინც შემდეგ რაღაც დახმარება გაგიწევთ დიდი მადლობა ზარისთვის ქალბატონო მაკა ორი მსმენელის პოზიცია მოვისმინეთ რომელიც არის ძალიან ბევრ ადამიანს სჭირდება დახმარება შეიძლება განზოგადდეს ბუნებრივია ვიდრე კონკრეტულად პასუხს გავცემდე ალბათ სადაო არ არის რომ ახალმა მართლმსაჯულებამ ახალი ხელმძღვანელის პირობებში თუ ახალი ხელმძღვანელის პირობებში ახალმა მართლმსაჯულებამ უწედერეს ყოვლისა უნდა უზრუნველყოს ერთი მნიშვნელოვანი გარემოება რომ ხალხს დაუბრუნდეს სასამართლოს ნდობა აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი დღეს ჩვენს მოქალაქეებს არ აქვს სათანადოდ მართლმსაჯულების ნდობა და ქალბატონ ციცინოს შემთხვევიდან დავიწყოთ ტელეკომპანია ერთ-ერთი მე ბოდიშს მოგიხდით ეხლა მანიშნებენ ქალბატონი ლეილა დოკვაძე არის ხაზზე ეს არის აი ტრაგიკულად ცნობილი ბატონი ირაკლი დოკვაძის მშობელი დედა რომელიც უკვე მეორეჯერ იხდის სასჯელს და ქალბატონი ლეილა და მისი ახლო წრე ამტკიცებს რომ ეს ადამიანი არის აბსოლუტურად უდანაშაულო და მოდით მივიღოთ ეს ზარი თქვენის ნებართვით და ესეც ჩაინიშნეთ და სამივე ადამიანს ერთად უპასუხოთ თუ გესმით ჩვენი ქალბატონი ლეილა გამარჯობა გამარჯობა დედაჩვალი მაკა მოგესალმებით გამარჯობა სიყვარულით მაკა მოგესალმებით მოგესალმებით თქვენს სტუმარს დიდი პატივისცემით ეხლა რა შეეხება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატზე მინდა თქვა ჩემი შვილი ირაკლი სიკვდილის ილი იყო და 10 წლის შემდეგ მთელი მსოფლიო შეზრული იყო და პოლის პატიმრად აღიარეს მთელმა მსოფლიომ ხო და 10 წლის შემდეგ რომ გაათავისუფლეს გამოვიდა თუ არა მაშინ ეს შეიტანა სასამართლოში უზენაეს სასამართლოში საჩივარი საწყალე ღმერთმა ნათელში ამყოფოთ პეტრე გელბახიანთან ერთად უნდა მაგრამ პეტრე მაშინ უარი თქვა რომ რა გახდებიო დეშევა წინა სასჯელს ერთად იხდიდნენ ისინი მე მახსოვს ხო და გავიდა დრო მაკა და უკვე ნაციონალები იყვნენ მოსულები ხო და 2004 წლის 9 ფედერალს კეთი ბეხაური იყო მაშინ ადვოკატი ირაკლი უზენაესი სასამართლოს ზედა პალატა 9 მოსამართლის შემადგენლობით მერაბ ტურავას თავმჯდომარეობით აგერ შემიძლია დედეთ ხელში მიყირავს მერაბ ტურავა ბაგრი მეტრეველი დავით სულაკველიძე იყო მესამე გორმან ისაელი ირაკლი დუდიაშვილი მადონა გოგელია მიხეილ გოგიშვილი ნანა კლარკიშვილი ესე იგი ირაკლი გაამართლეს რომ უდანაშაულოდ იყო 10 წელი და 2 წელიწად-ნახევარი სიკვდილმისგილი ხო და კომპენსაციაც გადაუხადეს მაკა შეიძლება რომ დამნაშავეს კომპენსაცია გადაუხადო დიახ რასაკვირველია ეხლა მე მგონი რაც ეს ჩვენი პრეზიდენტი რაც არის შემოურულობ რომ რა ასეთი სწორი გადაწყვეტილება აი ასეთი სამართლიანი გადაწყვეტილება ქალბატონი ნინოს დანიშნეს შესახებ არქივის შესახებ ალბათ არაფერი არ გაუკეთებია თავისუფლების პერიოდში ეს ისეთი პიროვნება და ეხლა რადგან სააკაშვილის რეჟიმს ვერიტანდა და რომ ეუბნებოდნენ რომ აი გამოდი ბიჭო აი შენთვის გამოდის ეხლა ის არა თქვენ არ იცით ვინ მოდიანო ესენიო და მართლაც
აგერ ცრუ ბრალდებებით ის არ გარდაცვლილი არაფერი ხო და 30 წლიანი პატიმრობა მიუწადეს. ნუ ეს არის სასაცილო პირდაპირ. როდესაც ამ კვლელებს და ამ ბანდიტებს აძლევენ იმას რა ქვია 3 წელს, 4 წელს, 5 წელს ხო და 30 წლიანი პატიმრობა 6 წელი ხდება, მაგრამ ეხლა უკვე 25 აპრილს უდანაშაულო, როდესაც დაზარალებული ამბობს ირაკლი რა შუაციაო. ეს ძალიან საეჭვო საქმეა, მე მახსოვს ეს საქმე. რომ ირაკლი არაფერს შუაში არ არისო. აგერ ეხლა ხალხი დაიბეჭდა სწორედ ასავალ-დასავალში იმისი ადვოკატის, მისი დაზარალებული თენზა გულიაშვილის ადვოკატის დადიანის განცხადისა წერილი, რომ უდანაშაულო ადამიანიო 30 წლით ხავთო გამოკეტილიო და ეს გამაოგნებელი უსამართლობაო და ხელისუფლებამ დაუყოვნებლი უნდა მიიღოს ყველა ზღობმაო. აი ასეთი ამბავია. ხო და მისალმები ნინო გვენეტაძის არჩევას და მე მგონი აი უნდა მართლა ისიც რომ ამბობენ აი ეს არა უპატიოსნესი, უწესიერესი და მწოდნე რაც მთავარია. როდესაც აგერ ის ამბობს რა ქვია ძალიან დიდ პატივს შალვა საგულიგებ გამოვიდა და შალვა საგულიგებ თქვა რომ ეს არის არაჩვეულებრივი გადაწყვეტილება პრეზიდენტისო. თუმცა თვითონაც იყო ერთ-ერთი კანდიდატი. აი რა უნდა იყოს კიდევ. მივესალმები და მე მგონი აი ვისაც ცოტა მართლა რაღაც გაეგება, აი ასეთი წესით რომ შეხედავ ეს ამოვნება ქალია რა. რომ ასად არ შეხვდება იმისი კარგზავს. ასე არა, დიდი მადლობა. გეთანხმებით აბსოლუტურად. აი ასე ვიტანჯები აგერ კიდევ გეუბნებით მანდელა ხომ არ არის ღმერთმა აცხოლოს გასწო. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონ ლეილა, უღმესი მადლობა რომ დაგვირეკეთ და რა ვიცი თქვენი აზრი გამოთქვით. ირაკლის დოკვაძის საქმე ნამდვილად ძალიან ძიმე და აი ძალიან ბევრი საეჭვო დეტალი არის ამ საქმეში. გეთანხმებით მე ამ საქმეს არ ვიცნობ დოკუმენტურ ფორმაზე, მაგრამ მედიით და საზოგადოებრივი აზრიდან გამომდინარე მეც ვიზიარებ იმ უამრავ კითხვას, რომელიც ამ საქმის მიმართ არსებობს და თქვენ ამ საქმის მიუხედავად ხედავთ მისი ოჯახი რა პოზიციაზეა ქალბატონი ნინოს კანდიდატურის მიმართ. მე მართლაც გულწრფელად გულშემატკივრობ ქალბატონი ნინოს იმ სამომავლო გადაწყვეტილებებს, რომლის მიმართაც როგორც ერთ რიგით მოქალაქეს მაქვს ძალიან მაღალი მოლოდინი და ეს მოლოდინი რა თქმა უნდა და ეს მოლოდინი უკავშირდება სასამართლო სისტემის მიმართ მოქალაქეების ნდობის ამაღლებას. მე მინდა იმ დარჩენილ ორ მოქალაქეს უპასუხო. ქალბატონი ციცინო, რომელიც მიუთითებდა თავის პრობლემაზე, ეს იმდენად კომპლექსური საქმეა, ეს სისხლის სამართლებრივი მიმართულებით პროკურატურამ უნდა თქვას, ბუნებრივი ამ საქმესთან დაკავშირებით საკუთარი სიტყვა და და ამიტომაც გეუბნებით, რომ სამართლიანობის აღდგენის პროცესში ქალბატონ ციცინოს საქმე პროკურატურისთვის იქნება მაგალითი და ტესტი, რომ ის ანუ აქამდე არსებული მის საქმესთან არსებული რეალობა ბუნებრივია უნდა შეიცვალოს და არსებობს როგორც ჩვენ ვიცით ბევრი მტკიცებულება ამ საქმეში, რომელიც ქალბატონი ციცინოს ინტერესების შესაბამისია. ამიტომ მისი შეკითხვა არის ლეგიტიმური, როდესაც ის სამართლიანობის აღდგენის პროცესში სამართლოს მიმართავს და ხვდება ისეთ მოსამართლეებს, რომელთა მიმართაც მოქალაქეს მომჩივანს არ აქვს ჩამოყალიბებული ნდობა და სასამართლო დარბაზი ამ საქმის განხილვას კი არ ეთმობა ბუნებრივია წინასწარ არსებული შედეგის თქვათ ვერდიქტს მოცემულ ეტაპზე. ქალბატონ ციცინოს კომენტარი და პოზიცია არის აბსოლუტურად ლეგიტიმური, რა ეშველება სასამართლო სისტემას, თუ კი ასეთი მოსამართლეები ქალბატონი ნინოს ხელმძღვანელობის დროს დარჩებიან. ეს არის არა მარტო
მარტო ქალბატონი ციცინოს საკითხზე და საქმეზე დამდგარი და ლეგიტიმური შეკითხვა, არამედ ბევრ სხვა საქმეებთან დაკავშირებით ასეთი შეკითხვები ბევრი მოსამართლის მიმართაც არსებობს. ამიტომ ეს თემა და ეს საკითხი ჩვენ უნდა განვიხილოთ როგორც ზოგადი პრობლემა და ერთ-ერთი გამოწვევა ახალი თავმჯდომარის მიმართ. და აქ ჩემი დამოკიდებულება და ჩემი პოზიცია იქნება იმგვარი, რომ ჩვენ ვიცით მოსამართლეები მოცემულ ეტაპზე დანიშნული არიან 10 წლიანი ვადით. ბუნებრივია, როდესაც სასამართლო რეფორმის რეალური და ახალი ტალღა დაიწყება ქალბატონი ნინოს შემთხვევაში, ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე ვადამდე ადრე, როგორ შეიძლება მოსამართლეების პასუხისმგებლობის საკითხის დასმა, თუ კი მათი გადაწყვეტილებები კანონთან შესაბამისი არ არის და ამას მიუთითებს უამრავი მტკიცებულება. აი ეს ერთ-ერთი გამოწვევაა და ერთ-ერთი ფორმაა, რომლის რეალური ამოქმედების შემთხვევაში ვფიქრობ, რომ სასამართლო სისტემა მსგავსი მოსამართლეებისგან ბუნებრივია უნდა გათავისუფლდეს, რა თქმა უნდა, და ამიტომაც როცა დასაწყისში მოგახსენებდით პოლიტიკურ ნებაზე, ეს პოლიტიკური ნება არა მარტო პრეზიდენტის პოზიციიდან ჩანს, არამედ ქართული ოცნების პოლიტსაბჭო, საპარლამენტო ფრაქციები და კომიტეტები უკვე მსჯელობენ, რომ ქალბატონ ნინოს კანდიდატურა არის უალტერნატივო და ამ დაარჩევის და მხარდაჭერის შემთხვევაში ბუნებრივია პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს ქალბატონ ნინო და შესაბამისად პარლამენტი არა მარტო ნდობას უცხადებს მას როგორც მომავალ თავმჯდომარეს, არამედ მზაობას გამოხატავს ამ ნდობით და გადაწყვეტილებით მართლმსაჯულების სისტემაში შემდგომი საკანონმდებლო ცვლილებების აუცილებლობის მიმართულებით. და ქალბატონი, რომელიც ამბობდა თავის სატკივარზე და თავის საქმეზე, ბუნებრივია მე არ შევალ დეტალებში, ეს არის სპეციფიკური საკითხი, სახეზეა ტრაგედია და ბუნებრივია ალბათ აუცილებელიცაა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნულ ოჯახთან და მოქალაქესთან იქონიოს დაუყოვნებლივი კომუნიკაცია, ჩვენ ამ კომუნიკაციის გაჩენას ხელს შეუწყობთ იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ აუცილებლად წერილობითი ფორმით მივწერთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ მოქალაქეს თან კონდეთ ჯეროვანი კომუნიკაცია, რომ საქმის მიმდინარეობის ან არსებული ეტაპის თაობაზე შუამავლის ფუნქცია ვიკისროთ, რომ მოქალაქე ოჯახი საქმის კურსში იყოს მიმდინარე გამოძიების შესახებ დაკარგულ შულთან დაკავშირებით. საუბარია მოქალაქეზე და ბუნებრივია ჩვენი მთავარი პრიორიტეტი ადამიანია და ეს სწორი მიდგომაა მოცემული ხელისუფლების. მართალია არსებობს ხარვეზები, არსებობს ცალკეული პრობლემები, მაგრამ ის სიკეთე, რომელიც 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდგომ მთლიანად საზოგადოებამ მიიღო, თავისუფალი მედიის, თავისუფალი ბიზნესის და საერთოდ პიროვნების თავისუფლებიდან გამომდინარე არის ალბათ ის მთავარი ღირებულება, რომელიც მდგრადობის ამოცანა ხელისუფლებასთან ერთად სამოქალაქო საზოგადოებასაც გააჩნია. და აი ამ კონტექსტში მე თუ გვაქვს დრო და თუ არის ამის შესაძლებლობა, მინდა თქვენი ყურადღება სხვა მნიშვნელოვან გამოწვევებსაც მივაქციო. კი, ძალიან საინტერესო იქნება, მით უმეტეს ჩვენ რაღაცა გარკვეულად მოვნიშნეთ თემები და ნამდვილად მაინტერესებს უბრალოდ ჩვენ პრიორიტეტი ყოველთვის ჩვენთან არის ხოლმე მსმენელი და მაყურებელი, უნდა მომიტევოთ და დაუთმოთ ყოველთვის მათ პირველ რიგში ეთერი. მოგესალმებით, ეთერში ბრძანდებით, გამარჯობა. მოგესალმებით, დიდი პატივისცემი. გამარჯობა. მე ახლა პოლიტიკოსი არ ვარ და ჩემთან შეება ჩემი აზრი, მაგრამ როცა ეპოქალური მნიშვნელობის საკითხებზე ვსაუბრობ, პრეზიდენტი ხარ თუ პარლამენტარი, სამართალი თუ დაგიკარგავს, ეს სინამდვილე ნამდვილად არ გვაძლევს დუმილის ნებას. და უნდა გავცხილდეთ, რომ არ მოგვერგოს ის მიღაბი, აი ნამდვილ სახეს რომ კარგავს. ნაციონალები საკუთარ შესწავლებს პარდას აპარებენ და ოცნების მანკიერებებზე ხომ საუბრობენ და პირიქით ოცნება თავს უფრო საუკეთესო წარმოადგენს. ორივეს პირადული განწყობა კარგი აქვს, მაგრამ როცა საქართველოს ბედის ხდება აქ საერთოდ დამწყებზე ლაპარაკი ცოტა უხერხულია. რეალობაში ვინ უნდა გამოამიღოს? რა თქმა უნდა სამართალმა, ხომ ასეა. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ იმის უგულვებყოფას ვეცევით, რასაც ძალიან სერიოზული დამოკიდებულება უნდა ჰქონოდა. ამიტომ
მართლა ქალბატონინოს ძალიან დიდი მისია ეწევა. დააქტიურება ნამდვილად გჭირდება შეცდომების აღიარება და ნორმალური პროცესი უნდა დაიწყოს, თუნდაც იმ ზარებით, აი რაც მოხდა ახლა თქვენს ეთერში. დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა, რაღა დაგიმალოთ და მე ძალიან გულშემატკივრობ ქალბატონ ნინოს და რა ვიცი, მართლა მგონია რომ გარკვეული პოზიტიური რაღაცა მოძრაობების ქალბატონ მაკა მე სრული პასუხისმგებლობით გრძნობ როგორც პიროვნება, როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელი, როგორც ქალბატონი ნინოს წარმდგენი პრეზიდენტის მიმართ, რომ ალბათ ამიტომაც წარადგენთ პასუხისმგებლობას, ამ წარდგენის პასუხისმგებლობას და მოლოდინი არის იდენტური როგორც მთლიანი საზოგადოების. მე მინდა გითხრათ, რომ ვიქნები ერთ-ერთი პირველი, რომელიც იმ საქმეს შეაფასებს, რომელიც ქალბატონი ნინოს თაოსნობით დაიწყება, შეაფასებს დადებითად და კრიტიკულადაც, იმიტომ რომ ჩვენ 9 წლის მანძილზე სასამართლო ხელისუფლების მიმართ მოდი ვთქვათ, ობიექტურად ჩვენ სამოქალაქო საზოგადოებამ, არასამთავრობო სექტორმა ნაკლები ყურადღება დაუთმეთ მართლმსაჯულების ხარვეზებს, მართლმსაჯულების იმ სისტემურ პრობლემებს, რომელმაც ადამიანი გამორიცხა სასამართლო სისტემიდან, როგორც ღირებულება და როგორც ვთქვათ, მთავარი პრინციპი, რომლის მიმართაც სწორი გადაწყვეტილებები უნდა ყოფილიყო მიმართული. ამიტომ მე ჩემს გუნდთან ერთად გრძნობ ამ წარდგენის პასუხისმგებლობას და იმავდროულად ვარ გულშემატკივარი და პირველი კრიტიკოსი იმ პროცესის, რომელიც ჩემი აზრით აუცილებლად წარმატებით დაიწყება. თუმცა წინ არის 10 წელი, თქვენ იცით რომ იმედია ამ მიდგომა შეინარჩუნებს თუ არჩეული იქნება ქალბატონი. მე ვფიქრობ, სუბიექტურობა ხომ არ გძლებთ აი თქვენ როცა ბრძანებთ, რომ მედია არის მეოთხე ხელისუფლება, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩემი ნათქვამი ეს მე არ ბრძანე, ესე არის. ჩემი ნათქვამი, როგორც არქივი თქვენ გამოგადგებათ, ჩემი პოზიციის საწინააღმდეგო. თუმცა ჩემი პოზიცია არის მოცემულ დღეს ძალიან ურყევი და ადეკვატური იმ საზოგადოებრივი მოლოდინებისა, რომელიც გასხივოსნებულია ერთი ადამიანის, ქალბატონი ნინოს შესაძლებლობებში, პიროვნულ, პროფესიულ თქვა თავისუფლებაში და მე მინდა ამ ქვეყანაში ისეთი სასამართლო, სადაც მესამე ხელისუფლება პირველი და მეორე ხელისუფლების პოლიტიკური გადაწყვეტილებების საწინააღმდეგო გადაწყვეტილებებს მიიღებს და ის იქნება რეალური მართლმსაჯულება. მე მინდა უბრალოდ რამდენიმე გარემოებაზე გავამახვილო ყურადღება, რაც არის მართლმსაჯულებაში დღეს ყველაზე მთავარი ხარვეზებზე ლაპარაკობდით და აი მართლა ძალიან საინტერესოა. აი გეტყვით. აი მთავარი ხარვეზები რა არის? აი მთავარი ხარვეზები დიახ, პრაქტიკული გამოცდილებიდან გეტყვით იმ აუცილებელ საკითხებს, რომელიც ქალბატონმა ნინომ და როგორც ასე ვთქვათ, ახალმა ადმინისტრაციამ უზენაეს სასამართლოში აი პირველ ხარისხოვნად უნდა გაიხადოს. თუმცა აი ჩვენ ზარები ქონდა და გარკვეული ხარვეზები საზოგადოებამაც გვიკარნახა უკვე. ბუნებრივია და სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ 2012 წლის შემდგომ პოლიტიკას ქმნის მოქალაქეები და ეს კარგია. იმ ხარვეზების თაობაზეც და პრობლემების მიმართ, რომელიც არსებობს, სწორედ მოქალაქეებს აქვთ სწორი და მკვეთრი პოზიცია. ამიტომაც ვიღებთ ჩვენ ზარებს, მოდმევად. ეს ტელევიზია ემსახურება სწორედ სამოქალაქო აზრის სწორ ფორმირებას და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. შესაბამისად, მე მინდა თქვენი ყურადღება მივაქციო იმ გარემოებას, რომ არა მარტო ხელისუფლება შეიცვალა 2012 წლის ოქტომბერში, არამედ ხალხი დაბრუნდა პოლიტიკაში. ხალხი მთელი 10 წლის მანძილზე, რომელიც პოლიტიკური ველიდან იყო განდევნილი. და ეს ჩემთვის როგორც მოქალაქისთვის და როგორც პროფესიაში მყოფი ადამიანისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი იმედიც და მოვლენაც. ძალიან მნიშვნელოვანი რამ თქვით ახლა. დიახ, ამიტომ მე მინდა იმ ხარვეზებზე ვისაუბროთ, რომელსაც არა მარტო ჩვენი მაყურებლები ამჩნევენ, არამედ იურიდიული საზოგადოება შეთანხმებულია მართლმსაჯულებაში არსებული პრობლემებთან დაკავშირებით. პირველი
მე მინდა გკითხოთ თქვენ როგორც ჟურნალისტს, იცით თუ არა იმის თაობაზე, რომ თუკი თქვენ მოსარჩელე იქნებით და სარჩელ შეიტანთ სასამართლოში და ეს სარჩელი დაეწერება რომელიმე მოსამართლეს, ამ სარჩელის განხილვის ვადა არის 3 თვე. მაგრამ პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელების განხილვა გრძელდება ფაქტობრივად 8, 9 და 10 თვე. ანუ მოსამართლეები თავად არღვევენ სამართალ წარმოების ვადებისთან დაკავშირებით კანონს. მოსამართლე თავად არღვევს კანონს. ეს არის გამოწვეული იმ ფაქტობრივი გარემოებიდან, როდესაც ერთ მოსამართლეს აწერია, როგორც ასე ვთქვათ, წარმოებაში აქვს დაახლოებით 250, 350 საქმე. მე თქვენ გეკითხებით, მთავარი პრინციპი ევროპაშიც, ამერიკაშიც, ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში, რომელიც არის მართლაც დემოკრატიული, მთავარი არის მართლმსაჯულების ხარისხი. როგორ შეიძლება ასეთ მოსამართლეს ჩვენ მოვთხოვოთ სწრაფი მართლმსაჯულების უზრუნველყოფა ან ისეთი დასაბუთება საქმეში, რომელიც ვთქვათ, სხვა შემთხვევაში უნდა დამდგარიყო. ანუ პრობლემა არის პირველი რომ საქმის წარმოების პროცესში ერთ მოსამართლეს აწერია 150-ზე მეტი საქმე. ეს როგორც მდგომარეობა და ფაქტი შემიძლია უკვე დასაბუთებულად გითხრათ. ჩვენმა ორგანიზაციამ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი შესწავლა განახორციელა. და მეორე საკითხი, თუ რატომ ხდება ერთი მოსამართლის მიმართ ამდენი საქმის დაწერა. კონსტანტინე კუბლაშვილის მმართველობის დროს მოხდა ერთი ძალიან ცუდი, ბევრი ცუდი საქმისგან შემთხვევებთან ერთად, რომ არ ამუშავდა, არ ამოქმედდა რეზერვის ინსტიტუტი, მოსამართლეთა რეზერვის ინსტიტუტი. როდესაც მართლმსაჯულება არის გადატვირთული საქმეებით, მას უნდა ჩაენაცვლოს და დაეხმაროს მოსამართლეთა რეზერვის ინსტიტუტი, რაც არ ამოქმედებულა. ამ ინსტიტუტის ამოქმედება კი ხელს შეუწყობდა საქმეების განტვირთვას და სწრაფ და ეფექტურ მართლმსაჯულებას. შესაბამისად, ამის გამო მე მინდა სრული პასუხისმგებლობით გითხრათ პრაქტიკული გამოცდილებიდან, რომ ერთი მოსამართლე კვირაში ორჯერ ატარებს სასამართლოს ხდომას, მაგალითად, თბილისის საქალაქო სასამართლოში. და იცით რატომ? იმიტომ, რომ ფიზიკურად ადგილი არ არის, დარბაზი არ არის თავისუფალი, იმისთვის რომ საქმე ჩაინიშნოს და საქმე წარიმართოს. ეს არის მნიშვნელოვანი პრობლემა. რეზერვის ინსტიტუტი. ამის გადაჭრის გზა ჩვენ 3 წუთიღა დაგვჭირდა და მინდა რომ მოასწროთ მაქსიმალურად. კი ბატონო, და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, აი ის, რაზედაც ჩვენ საუბრობდით, იმ მოსამართლეების დარჩენა სასამართლო სისტემაში, რომლებიც წლების მანძილზე უსამართლო გადაწყვეტილებებს იღებდნენ და სისტემურ დანაშაულებებს ქმნიდნენ სასამართლო წიაღიდან. ბუნებრივია ეს არის გამოწვევა და ჩვენ ახალი ხელმძღვანელის თეზის ალბათ მოვისმენთ. მე ძალიან მეიმედება და ჩვენი ეს დარჩენილი დრო მინდა დაუთმო იმ საკითხს, რომ ქალბატონი ნინოს ინიციატივა განხორციელდება, რომელიც გულისხმობს საქართველოში პატარა სტრასბურგის შემოტანას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა მიეცეს უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გადასინჯვის მექანიზმი და შესაძლებლობა. და ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და ქართულ საქმეების სტრასბურგამდე წაღების პროცესში ადვოკატს ეცოდინება, რომ მას შეუძლია საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს იმისთვის, რომ უზენაესის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების მექანიზმი არსებობდეს. მე სხვათა შორის მინდა შეგახსენოთ და აქვე ვიტყვი, იმ საკონსტიტუციო სასამართლოს დღევანდელი მდგომარეობით, რომლის თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი ქონება ჩამორთმეულის როლანდ ბლადაძის სახლში ცხოვრობს. ეს არის საყოველთაოდ აღიარებული შემთხვევა
და ბუნებრივია რეფორმა არა მარტო უზენაეს სასამართლოს და საერთო სასამართლოების სისტემის მიმართულებით უნდა წავიდეს, არამედ მთლიანად შესაძლებელია საკონსტიტუციო სასამართლოს ის სტრუქტურა და ის საქმის წარმოების ხარისხი და ის შემადგენლობაც თუნდაც რომელიც აი ასეთ უკანონობას ითმეს გიორგი პაპუაშვილის მიერ ჩადენილი უკანონო გადაწყვეტილებების ჩვენი დრო ამოიწურა ძალიან დიდი მადლობა ძალიან საინტერესო იყო თქვენთან საუბარი სიამოვნებით კიდევ გავაგრძელებთ ბატონი არჩილ კაიკაციშვილი ორგანიზაცია ახალგაზრდა ადვოკატი ასე ახალგაზრდა ადვოკატების ხელმძღვანელი იყო ჩვენი სტუმარი მე გახლავართ ჟურნალისტი მაკა რაზმაძე მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით გმადლობთ